Დღემშვიდობისა მეგობრებო, დღეს ჩვენი მასპინძელი გახლავთ ყვავილების სახლი გიდელი. დღეს ჩვენი მასპინძლები იქნებიან ქალბატონი ქეთევან და ირმა ბენდელიანები, რომელმაც შექმნეს ეს ულამაზესი გარემო. აქ მარტო ყვავილები არ დახვდება, აქ დახვდება თქვენ უდიდესი სითბო და სიყვარული, ადამიანობა. მადლობა უნდა გადაუხადო მთელ გიდელის გუნდს. ასე რომ გავუმყევი და გიდელის შესახებ ისტორიას გახსნიდან დღემდე როგორ მოვიდნენ ეს ადამიანები, თვითონ მოგვიყვებიან, წავედით. იდეა საიდან დაიწყო და როგორ მოხვედით აქამდე? ცოტა რთული ის იყო გასავლელი გზა, იმიტომ რომ ერთი სადღაც 8 წლის უკან ჩამოვედით ლაგოდეხში, საერთოდ არავის არ ვიცნობდით და აქ გავაკეთეთ რაღაც საწარმო, რაღაც არა კალათების საწარმო, რადგან კალათების საწარმო ჰქონდა, ამ კალათებს თბილისში ძალიან ისეთ მაგარ მაღაზიებში, პრესტიჟულ მაღაზიებში ვაბარებდით, რომ იმაში იქნება მე ამ ჩვენ მოქსოვილ კალათებში კომპოზიციები. კალათის საწარმო სად ჰქონდათ? ინიგორში. აქედან გამომდინარე, რომ ეს ჩვენი კალათების ძალიან დიდი მოთხოვნა იყო ამ ყვავილების მაღაზიებში, ჩვენც ვიფიქრეთ, რომ რატომაც არა, ძალიან რთული საქმე არის. ერთი შეხედვით თითქოს მარტივი. მოდი ხომ არ მოვსინჯოთ ყვავილების სახლი. თქვენი საკუთარი მაღაზიის გახსნა. ყვავილების სახლი ლაგოდეხში. ეს იყო 2 წლის უკან, უკვე მესამე წელია რაც ბაზარზე ვართ. ცირედით დავიწყეთ, ასე შეიძლება ითქვას, მაგრამ აი ლაგოდეხელების დიდი მხარდაჭერით, მოწონებით, არ ვიცი, აი მართლა ისეთი ის მოდიოდა ემოცია ახლაც და ის რომ ნელ-ნელა გავიზარდეთ და მოვედით აქამდე. გიდელის ყვავილები. ეს სახელწოდება საერთოდ სხვადასხვა ძალიან ბევრს საინტერესებს, ეგ არა არის გიდელი გურული ხელნაკეთი დაწნული კალათა არის. ქალბატონო ქეთევან, ეს არის დაწნული კალათა, რომელსაც გურიაში ეძახიან გიდეს. და ანუ ეს გახდა თემატიკა თქვენი ყვავილების მაღაზიისთვის, აგერ ვქოთ ეს გიდელი. ქალბატონო ქეთევან, ეს თქვენი პროფესია არის ყვავილების მიმართ თუ სიყვარული არის მარტო თუ ორივე ერთად? პროფესია ნამდვილად არა, იმიტომ რომ გაგიკვირდება და ფარმაცევტი ვარ. საერთოდ არა. და ეხლა საინტერესო ფარმაცევტმა ადამიანმა პირველი სანამ ყვავილების მაღაზიას გახსნით, აი ეს საწარმო რითაც დაიწყეთ, ალბათ ყვავილების სიყვარული. ყვავილების სიყვარულით რა თქმა უნდა, სოფელში ჩამოსვლის შემდეგ და ეზოში ნელ-ნელა ერთი მცენარე ორი, აი იწამლები ჩვეულებრივად. მრავალი სახეობის ყვავილი გაქვთ აქვთ. ყველა სეზონზე ამას სჭირდება თავისი შენახვა. როგორ ინარჩუნებთ ამ ყვავილებს? რაც არ უნდა მოვარო, ვადები ხა თქვენს თქვით რომ ვადა არსებობს და რაღაც პერიოდის შემდეგ როგორადაც კარგად არ უნდა მიხედო, მაინც შეიძლება რომ ეს სილამაზეები გადასახრელი გაგიხსნეს, მაგრამ ზაფხულში მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცხელა, ასე დახურულ შენობაში უფრო მარტივი არის, იმიტომ რომ ჩართული გაქვს კონდიციონერი და წყალს უსხავთ. წყალს დღეში ზოგჯერ სამჯერ უნდა წყალის შეცვლა. ზამთარი არის ძალიან კარგი ამათვის, მაგრამ თანამშრომლებისთვის არ არის ცოტა კომფორტული, იმიტომ რომ სიცივეში უწევს ყოფნა. სიცივეში გვიწევს ყოფნა. ყველაზე მალფუჭებადი რომელი სახეობის ყვავილი არის? ყველაზე მალფუჭებადი არის შეიძლება ითქვას ვარდი, იმიტომ რომ აი თან მალფუჭებადი და თან სპეციფიური მოვლა უნდა რატომ? ეხლა ერთი ვარდის ვარდს რომ ამოიღებ, იმის წვეთით თუ მეორე ვარდში ჩავიდა, ჩათვალე რომ ძალიან მალე უკვე ეგ გადასაგდებია ის მეორე ვარდი რაშიც ჩაეწვეთა და ყველაზე კარგად ძლებს ქრიზანთემები, აი შროშანი, რომელიც ნელ-ნელა იწყებს გაშლას, აი ეს ყვავილი. ანუ ფაქტიურად ფარმაცევტმა ადამიანმა 2 წლის განმავლობაში ძირფესვიანად შეისწავლეთ ყვავილების წარმომედგინა წამლებთან ურთიერთობის გარდა თუ შეიძლებოდა რაღაცა სხვა საქმე გქონოდა და თან ყვარებოდა. ამ 2 წლის განმავლობაში თქვენ ლაგოდეხს უზომოდ შეაყვარეთ თავი, თქვენ არა, თქვენმა მთლიანმა გუნდმა და არაერთ ბევრ საქველმოქმედო ღონისძიებაში მიგიღიათ მონაწილეობა და აი ეს უანგაროდ თქვენი შესაძლებლობის ფარგლებიდან გამომდინარე ეხმარებით ადამიანს. ეს ის საქმეა, რომელიც ჩვენც ძალიან გვსიამოვნებს, აი ძალიან ამაზე უფრო ისეთი არაფერი არ არის რა, საქმე რომელიც ფიქრობ, რომ თუნდაც ერთი ადამიანიც რო გაახარო, ეს ვიცით ყველა მე ხა ძალიან მნიშვნელოვანია რაშიც. ძალიან დაგვეხმარა ედემი, ძალიან დაგვეხმარა ნიკოლოზ გოგოლაძე. ჩვენ ხო არ ვიცნობდით, მე არც ის არ ვიცი, ვისაც ესე თქვათ უჭირს თუ როგორც არის. აქ ამ ხალხამდე რომ მიგვიყვანეს, ესენი არიან ნიკა, ანა გელაშვილი, ედემი
და ამათი წყალობით ჩვენც რაღაც აი ძალიან მცირედი თუ ვინმე შემოგთავაზებს უარს არასოდეს არ ვამბობ თავარი ეს არის არც ერთ შემოთავაზებაზე აი წინა სიუჟეტი უნდა გავიხსენო თამარიენელი პატარა ბიჭს რომელიც დახმარება გაუწიეთ ხო და ეგრე мотиваციაც იყო მაგ ბავშვისთვის კი მარტო დახმარება არ იქნება ეს იქნება მაგისთვის мотиваცია რომ განვითარდეს ძალიან მნიშვნელოვანი არის ახლა საკუთარ თავსაც რო წარმოვიდგენ რომ ვიღაცას აი იმ დროს როცა რაღაცას იწყებ აი რაღაცით შეგეშველება ძალიან მნიშვნელოვანი არის ეგ და გაძლევს რაღაც ძალიან სტიმულს და ფიქრობ რომ რაღაცა რასაც შენაკეთებ ვიღაცა სჭირდება და ეგ ქენის ნებართვით ახლა ქალბატონ ხათუნასთან და გადავიდე ხათო საიდან აღმოჩნდი ამ ულამაზეს გარემოში ხო მოგესალმებით მიხარია დღეს თქვენთან ერთად რომ არ ჩაწერაზე ზოგადად მომწონს შენი გადაცემები მაჩა და რა ვიცი წინ და წინ წარმატებებს გისურვებ საინტერესო კადრებს და ბევრ საინტერესო ადამიანებს მოხდა ესე რომ ერთ შვენიერ დღეს დაიკეტა ჩვენი ორგანიზაცია დროებით შევწყვეტეთ მუშაობა ვფიქრობდი ემიგრაციაში წასვლაზეც აი ყველაფერს ვფიქრობდი რა ერთ დღეს რომ დაგემხობა ყველაფერი თავზე და Facebook-ზე შემთხვევით ლაგოდეხის ჯგუფში ვნახე გიდელის ვაკანსია, რომ რაღაც ფლორისტი გვესაჭიროება, რაღაც დამხმარე და მეთქი, მოდი წავალ და ვცდი რა. მართლაც ერთ შვენიერ დღეს მოვედი გოგოებთან და ისეთი ძალიან დიდებული დღე დამხვდა. ძალიან ლამაზი სტუმრები ყავდათ გოგოებს და არც ვიცოდი საერთოდ ვისი იყო ეს მაღაზია, უბრალოდ ხონდა ნანახი ზოგადად ინფორმაცია ვიცოდი სოციალურ-ქსელში რომ ძალიან ესეთი ქველმოქმედი გოგოები იყვნენ, ბევრ ღონისძიებებში იღებდნენ მონაწილეობას და რაღაცა გულში რომ შინაგანად რომ გძნობ რომ რაღაცა მიდი და ცადე და მართლაც ესე იყო მოვედი გავესაუბრე ქეთის და რამოდენიმე დღეში ამიყვანეს თამდვილად აი ეს ის ადგილია სადაც ყოველ დღე ზეიმია რა თვითონ ეს ადამიანები არიან აი კომფორტი ადამიანები კომფორტი რა არა ვიტყვი თქვენ როგორ მიეჩვია იმ ყვავილებს ძალიან არასამთავრობოდან ყვავილებთან გადმოსვლა სფეროში ვიყავი და სხვა ადგილას მოვხდი მაგრამ არ გამჭიროებია რა ვიცი ამ სილამაზეში როგორ უნდა გაგიჭირდეს ყოფნა და მუშაობა და აი არ ვიცი ყოველ დღე ნამდვილად ზეიმი და დღესასწაულია ხალხთან ურთიერთობაა ჩემთვის აი არ ვიცი სხვადასხვა ფენასთან გვიწევს ურთიერთობა მომხმარებელთან და რა ვიცი ძალიან კმაყოფილი ვარ მე მართლა აი ჩვენ გაგვიმართლა ნახეთ სულ ამბობთ მე და ირმა რომ აი რაღაც როცა რაღაცას კარგს აკეთებ მე უფალი რაღაცას სახით გიბრუნებს ამას აი ჩვენ ახლა აი აქ ლაგოდეხში ნაკეთები ხათუნას სახით მართლა დაგვიბრუნა ეს ის შემთხვევა რომ გადაუჭარბებლად ეს ასეა ერთ-ერთი ღონისძიება გქონდა საახალწლოდ ჩვენ დავამზადეთ იმიტირებული კანფეტები და სიკეთის თაიგულები. კანფეტები მესამება საბავშვო ბაღმა შეგვიკვეთა, ღონისძიებაზე გამოიყენეს თვითონ. ეს იმიტირებული კანფეტი უბრალოდ ქაღალდისგან და შემოგვიყვანილი კანფეტები იყო და რამოდენიმე ცალი შეიძინა მესამე ბაღმა და ამ ქველმოქმედებაში მიიღეს მონაწილეობა, მადლობა მათ და ყველა იმ მომხმარებელს, ვინც შეიძინა ჩვენი კანფეტები თითოლარად და სიკეთის თაიგული. რომელიც მოხმარდა მე შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვებისთვის რაღაც აი ედემში რო ღონისძიება გაჭირდა. ხო, მანდ ანუ ესენი თქვენ რეალიზაცია გაუკეთა შემოსული თანხა მოახმარეთ მე ერთად და მოხმარდა ამ ბავშვების გახარება. თქვენი სამომავლო გეგმები იქნება საინტერესო. გეგმები არის ერთი კიდე რაც მთავარია რომ აქაც კიდე უფრო მეტად განვითარდეთ, აქ კიდე უფრო მეტი კომფორტი შევუქმნათ. ლაგოდეხელებს რომლის მადლიერებიც ვართ, იმიტომ რომ ეს ხალხი რო არსებობდეს ჩვენ ერთ ნაბიჯს ვერ გადავდგავდით წინ. აი ჩვენი მადლიერი მომხმარებლების გამო ჩვენც გვინდა და ეხა ამის წინ რა ვიცი ნახეთ შეიძლება რაღაც გათამაშება გქონდა რომ მცირედით ჩვენც გავახარეთ ეს ჩვენი მომხმარებლები. მომავლის გეგმები ისე როგორც მთელ ქვეყანას ჩვენც ეს გვაქვს რომ ქვეყანა წავიდეს წინ და ჩვენ წავიდეთ და სოხუმში გავხსნათ ბოლო ფილიალი. ეს არის ჩვენი მომავლის გეგმა ძალიან დიდი სურვილი და ყველა სურვილი ალბათ და გადაღებაზეც თქვენ უნდა მოხვიდეთ იქ სოხუმში. ერთმა გისმინოთ არა მარტო სოხუმში, ცხინვალშიც გაგიხსნათ. აი სამაჩაბლო ხო. სამაჩაბლოშიც ერთი ფილიალი ის საქართველოს ერთი ტკივილი არის ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები. გეგმავთ ყველაზე მთავარი შაშანაც გქონდა ჩვენ ეს აქცია
3 მარტი მოგეხსენებათ დედის დღე არის და იმ ჩვენს ქვეყანაში არ არის ხა არ აქვს ყველას იმის საშუალება მიუხედავად იმისა რომ ყველა შვილს უნდა დედა გაახაროს შეიძლება ბევრ ბავშვს არ ქონდეს იმის საშუალება ამისთვის არსებობს გიდელი შეუძლიათ მოვიდნენ ჩვენთან ესეთი ბავშვები რომლებსაც ძალიან დიდი სურვილი აქვს რომ დედიკოს მიულოცონ 3 მარტი და ამის შესაძლებლობა ფინანსური არ აქვს ჩვენ სიმბოლურ თაიგულებს გავატანთ დედისთვის საჩუქრ. ბავშვის ბედნიერი სახე უნდა ნახო, რომ მაინც მიუხედავად იმისა, მაინც მოდის რაღაცა 5 ლარით და იმ 5 ლარსაც რო არ ართმევ, აი უნდა ნახო იმ ბავშვის ბედნიერი თვალები, რომ იცის რომ დედას გაახარებს და ის 5 ლარიც რო დარჩა. ჩვენთვის კიდე ყველაზე მნიშვნელოვანი ემიგრანტები და მაგათთვისაც გვაქვს აი რაღაცნაირად განსხვავებული მიდგომა და ეს ჩვენმა მომხმარებელმა ყველა ემიგრანტმა იცის, რომ პირობითად თუ თქვათ 20 ლარი ღირს რაღაც თაიგული ემიგრანტებისთვის არის სხვა თანხა ეგ არა აი უფრო რა თქმა უნდა დაბალი რაღაცნაირად და აი ძალიან მადლობლები ვართ თან იმდენად ისე გვენდობიან თუ აი არც რო ვეუბნებით ზოგჯერ არა აქვთ რაღაცნაირად ეხა ეს ხო ბიზნესია და ყველაფერი თანხებთან არის დაკავშირებული და ყოფილა ისეთი შემთხვევა რომ თანხა არ ქონდა ემიგრანტ ჩაირიცხო ჩვენ უკვე თაიგული მიტანილი ვქონდა და ამაზე შოკში ვარდებიან რომ აი მე ხო არ ქონდა მიტანის სერვისისა გააქვთ კი როგორ არა ნებისმიერ კახეთის მასშტაბით სხვადასხვა თქვენ Facebook გვერდისა გაქვთ ხო? კი, გიდელის ყვავილები. და აქ გაქვთ უკვე ის ყველა სერვისი, რასაც მოხმარებელს თავაზობთ, ხო? სიკეთის ადამიანები და ჩემი თხოვნა იქნება გამოიწერეთ ლინკს აუცილებლად დაურთავ სიუჟეტში, გიდელის ყვავილების ლინკს გაჩვენებთ და ბევრი გამომწერი ყოლოდეთ თქვენ. აი და ყველაზე მთავარი კიდე რა მინდა რომ გითხრა რომ აი მადლობა იმისთვის რომ ეს ჩვენ ხარ ვართ ახლა პირველ მე ვადევნებ თქვენ გვერდსისა და აი რამდენად აი სრულიად უსასყიდლოთ რომ აი ასე გვეხმარები, ასე რომ ეხმარები ჩვენნაირ ხალხს. ურმესი მადლობა უნდა გადაგიხადოთ თქვენ დაინტერესებისთვის რომ დაინტერესდეთ ჩვენ. ქალბატონ ირმას მინდა გადავუხადო რომელიც კულის კადრს ირმა არის წამყვანი ირმა რო არ იყოს ჩათვალე რომ აქ ეს სილამაზე აქ ეს ემოცია ყველაზე მთავარი ყველა იმის რა ქვია პოლიზიების დამგეგმავი აი ყველაფრის არის კადრს მიღმა ბევრი წარმატება უნდა გისურვოთ გიდელის ყვავილებს განვითარება ის სამომავლო გეგმები რაც გაქვთ მიზანი დასახული ღმერთმა აგისრულოთ აუცილებლად ის ნატვა რომელიც თქვენ სოხუმში უნდა გახსნათ გიდელის ფილიალი ღმერთმა ის ნატვა აგიხდინოს ყველას ნატვა კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა მეგობრებო უმაგრეს ადამიანებთან ერთად აგემშვიდობები ჩვენ მალე შევხვდებით დროებით კარგად ბრძანდებოდეთ ნახვამდის